სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ბერთ. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს მოგეხსენებათ გახლავთ პირველი კვირა სულთმოქმედებიდან და დღევანდელ დღეს დედა ეკლესია მოიხსენებს ყველა წმინდას. მოციქულებიდან მოყოლებული დიდმოწამეებით, მოწამეებით, ღირსი მამებით, ღირსი დედებით დამთავრებული, რომელთაც გამოავლინეს უდესი რწმენა და სიყვარული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესის ჯერ კიდევ ამ მიწაზე ცხოვრების დროს. და დღეს კიდევ ერთხელ ამოვიკითხეთ აგერ ლიტურგიაზე სამოციქულოში რა პირობებში უხდებოდათ მათ მოღვაწეობა. ეს იყო დევნა, შევიწროება, ჩაქოლვა, ცეცხლის დაწვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ამით ვერაფერი ვერ დააგლეს დედა ეკლესიას. მთელი იმპერიები ებრძოდნენ ქრისტიანებს, მაგრამ ერთი მორწმუნე ადამიანს კი ძლევდა მათ. აი ეგ ვლინდება სწორედ მადლი სულიწმინდისა და ისინი ამიტომ უწოდებენ მათ აი სულიწმინდის ნაყოფებს, იმიტომ რომ მათ ფაქტიურად აი ამ ცხოვრებაში ძლეს ამოსოფელს და შეძლეს რომ გადაეფასებინა და აერთ გააკეთებინა სწორი არჩევანი. გარდა ამისა, თითოეული მათგანის ცხოვრება ეს არის არა მხოლოდ საუკეთესო მაგალითი ჭეშმარიტი ქრისტიანობისა, არამედ ასევე სტიმულის მომცემით იმ რთულ გზაზე თითოეულ ჩვენგანისათვის, სადაც ქვია ქრისტიანობა. და რაც ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს თანამედროვე 21 საუკუნის ადამიანს, იმისათვის რომ შევძლოთ ჩვენი შინაგანი მეს, კარგად დანახვა, კარგად შეცნობა და როგორც ამას ბრძანებს პავლე მოციქული, განძარცვა ძველი კაცის და შემოსვა ახალი კაცის. ეს ყველაფერი შესაძლებელია თანაზიარობით იმ მოძღვრებას და რა მოძღვრებაც გადმოგვეცა უფლისმე, როგორც უშუალოდ, ასევე მოციქულების მეშვეობით და აი წმინდანების მეშვეობით და სწორედ აი ამას მისდევს ჩვენი დედა ეკლესია და დავანებულია ჩვენს დედა ეკლესიის წიაღში. ამიტომაც არის ეს, რომ დღევანდელ დღეს საერთო ლიტურგიაზე წაკითხული იქნა მათეს სახარების ის მონაკვეთი, რომელშიც გადმოცემულია ქრისტეს მიერ მოძღვრება იმ შესახებ, თუ როგორ უნდა მივახციოთ შინაგან სულიერ სიწმინდეს და სრულყოფილებას. ადრეს გვითხოვს და იცით თქვენ რომ ადამიანმა შეიძლება გარეგნულად იცხოვროს ისე პატიოსნად, მოირგოს ასე ვთქვათ ქრისტეს ნიღაბი, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ მივხვდეთ და ესე გაატაროთ ცხოვრება, მაგრამ შინაგანად იყოს სულ სხვა ადამიანი. ამიტომაც ამბობს უფალი სახარებაში, რომ ყოველმა რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცსა, მეც აღვიარო იგი წინაშე მამისა, ჩემისა, ზეცათას და რომელმან უარყოს მე წინაშე კაცსა, უარყო იგი მეცა წინაშე მამისა, ჩემისა, ზეცათაისა. უპირველეს ყოვლისა, საკმაოდ საინტერესოა რა იგულისხმება აი ქრისტეს აღიარებაში. რას ნიშნავს ეს თვითონ? აღიარება ეს ნიშნავს, როგორც ამას განმარტავენ წმინდა მამები, ერთხმად პირველ რიგში იმას, რომ ყველა ადამიანს არა მარტო მთელი გულით უნდა სწამდეს იესო ქრისტესი, არამედ ასრულდეს მის ყველა ცნებავს. სიტყვით, საქმით იქნება ეს, იმიტომ რომ წმენა მარტო ოდენ სიტყვით აღიარების ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ამას იყო მოციქული ბრძანებს თავის ეპისტოლეში მოგახსენებათ თქვენ, რომ ეშმაკსაც კი წამს ღმერთის, მაგრამ ის შეგნებულად საქმეებით ეწინააღმდეგებდა უფალს. სამწუხაროდ ასე ბევრი ადამიანს მოყოლ სიტყვით აღიარებენ, საქმეები კი სხვას მეტყველებენ. იქვე დაძენს წმინდა მოციქული, რომ წმენა თვინიერ საქმეთა არ არის. ამიტომ სწორედ აი ესე იგი ამაზე აქვს საუბარი, რომ ადამიანში უნდა ვლინდებოდეს სწორედ წმენა კეთილი საქმეებითაც. და მეორე, რომ ჩვენ არასდროს არ უნდა გვცნობდეს იმის აღიარების, რომ ვართ ქრისტიანები და პირიქით ყოველთვის ეს უნდა გვიამაყებდეს, იმიტომ რომ იგივე აი რომ მიუტრალეთ იმ მოწამეებს, აი ამ აღსარებლებს, ვინც გაიარა ეს ცხოვრება, ჩვენ ნახავთ მას ცხოვრებაში, რომ მათ არათუ არ ცხოვნა პირიქით, ეს იყო მათთვის სიამაყე. და ქრისტეს მოწამეობა ეს იყო მათთვის შესაძინებელი ქრისტეს და უდესი გვირგვინი და ასე ვთქვათ უდესი ჯილდო. და სწორედ აი ეს ასეთ ასე ვთქვათ აღსარებლებს პირდება უფალი ჩვენი იესო ქრისტე მარად ნეტარი ცხოვრებას, ხოლო ვინც კი უარყოფს მას მარადიულ წამებას აღუთქვავს. ასე რომ ჩვენი წმენა ჩვენივე საქმეებით უნდა წარმოაჩინოთ, რაც არის უმთავრესი. ამას ბრძანებს სწორედ წმინდა ნეტარი ავგუსტინე, რომ სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია. იმიტომ რომ კეთილი განზრახვა უწინარეს ყოვლისა საქმეს კეთილად აქცევს. კეთილი განზრახვა კი წმენიდან მომდინარეობს. წმინდა ეფრემ ასური კი
დააძენს, რომ ისევე როგორც ზეთის გარეშე კანდელი ვერ აინთება, ასევე რწმენის გარეშე ვერავინ მოიპოვებს კეთილ აზრებს და კეთილ საქმეებს. ასე რომ ადამიანთა წინაშე და იესო ქრისტეს აღიარება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამისთვის ქებას ასხამენ და მაშინ დუმილი მაშინ, როდესაც პირიქით რაიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ადამიანი, ანუ მათ შორის შეიძლება იყოს დევნა, შევიწროება და ასე შემდეგ, ეს არის ქრისტიანობის შეუფერებელი და უღირსი საქციელი. იმიტომ რომ კიდევ მინდა ამას ერთ ხაზს გავუსვა, ჩვენ ყოველ ვითარებაში უნდა არ უნდა გწოდოთ ქრისტეს აღიარებისა და იმისა, რომ ვართ ქრისტიანები. და ჭეშმარიტი აღსარებელია ის, ვინც არასდროს არც ერთ ვითარებაში არ შეწყვება თავის აღიარებისა და პირიქით როგორც გითხარით, იქნება მიმბაძავი წინა მამებისა. სწორედ ეს კარგად ესმოდათ ყველა იმ წინა მამას, წინა დედას და ამ გზას უნდა მისდევდეს დღეს ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი. თუმცა ამის გამო შეიძლება მორწმუნე ადამიანი მამათა მხრიდან გახდეს კიდევ დაცვის ობიექტი. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საიმბოლო პერიოდში იცხოვრ, რომ პერიოდულად ხდება ხოლმე შეტევა დედა ეკლესიაზე, მაგრამ ჯობია რომ გვიწოდონ ჩამორჩენილები, ბნელები, როგორც სასწრაფოდ ამბობენ ხოლმე, ვიდრე დაუშვათ რომ გადაუხიოთ ჭეშმარიტი გზიდან და აღმოჩნდეთ ისეთ წყვილიაში, სადაც გამოსვლა იქნება შეუძლებელი. მოციქულები და ყველა ის წმინდანი, ვისაც დღეს ვიხსენებთ, ხშირად გამხდარა რა თქმა უნდა დევნის, დაცინვის და ეს ობიექტები, მაგრამ მათ ამით რაიმე კი არ დააგლეს, პირიქით როგორც მოგახსენეთ, მათ შეეძინეს უდიდესი ჯილდო და ზოგმა მიიღო აი ამ შეურაცხყოფის, ცილის წამების, ტანჯვის წამების სანაცვლოდ უდიდესი ჯილდო, რაც ქვია მოწამეების გვირგვინი. და შემდგომი, რა თქვათ, მოძრაობა დღევანდელი სახარებიდან უკავშირდება მაცხოვრის იმ სიტყვას, რომელთაც იგი ღვთისადმი სიყვარულს მშობლიურ და ნათესაურ სიყვარულზე მაღლა აყენებს. რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროს ჩემსა, არაა იგი ჩემდა ღირს და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არაა ჩემდა ღირს. რა თქმა უნდა, ეხლა ეს სიტყვები ისე არ უნდა იქნეს გაგებულიო, თითქოს უფალი ამით მშობლიური სიყვარულის აღმოფხვრას მოგვიწოდეს, რაც ადამიანისათვის ბუნებრივია თანდაყოლილი გზნობა არის და ერთ-ერთ უმთავრეს ცნებას წარმოადგენს მათ ცნებებს შორის. პირიქით, მას სურს, რომ ამით ჩვენ აგვანახოს, რომ სიყვარული ეს არის ის გზნობა, უფლის სიყვარული, რომელიც არის უფრო წმინდა და აღმატებული. ესე იგი, უფალს უნდა, რომ ამ ბუნებრივ სიყვარულზე ღვთისადმი სიყვარული აღემატებოდეს და რატომ? იმიტომ რომ უფალს უფრო მეტად უყვარო თითოეულ ჩვენაგან, ვიდრე საკუთარ მშობელს. და ამის ნათელი მაგალითია მთელი საღვთო ისტორია, ღვთის მაცხოვრის განგებულება, განკაცებიდან მოყოლებული, ჯვარცმით, სიკვდილით, აგერ აღდგომით, ამაღლებით დამთავრებული და სამწუხაროდ ესეთ რეალობასაც ვაწყდებით ხშირად მშობლებს არ შეუძლია მოგცეს ის, რაც შეუძლია მოგცეს უფალმა. მით უმეტეს რომ ძალიან ხშირად ისაც სიკეთეთ მიგვაჩინა, შეიძლება სწორედ ეს იყოს დამუყველი ჩვენი მომავალი თაობისათვის. ამიტომ გვჭირდება სწორედ წინამძღვრობა, ამიტომ გვჭირდება სულიერი მოძღვრის აუცილებლად ყავდეს თითოეულ ჩვენაგანს, რომ ჩვენ მისი მიმართულებით გავერკვეთ, საით რა არის თავარი აი ქრისტიანულ მოძღვრებაში და ვიცხოვროთ სწორედ იმ ცნებების და იმ მოძღვრების შესაბამისად, როგორც თქვენ მოგახსენეთ, რაც აი შემოგვინახეთ ჩვენმა წინა მამებმა. და მესამე რაც იქცევ ჩვენს ყურადღებას, ეს გახლავთ ის, რომ არის მაცხოვრის შემდეგი სიტყვები და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვის და შეუმდგეს მე, იგი არ არის ჩემდა ღირსი. შეიძლება ითქვას, რომ მაცხოვრის ეს სიტყვები არის ესე იგი ყველაზე ცხადი გზავნილი იმისა, რომ სასუფეველში შესვლა ამ ქვეყნიური ჭყალებში მიწერი სიკეთებით და წარმართებით, რომელიც წარმოადგენს საკმაოდ ფართო გზას, არის შეუძლებელი და იქ ადამიანი შევა მხოლოდ და მხოლოდ პირადი ჯვრის, ტვირთვის და ვიწრო გზის მეშვეობით. რა არის საკუთარი ჯვარი? ჩვენ ამაზე ერთხელ გვისაუბრია ჯვართამაღლების დღესასწაულის დროს, მაგრამ ძალიან მოკლეს მინდა კიდევ ერთხელ შევეხოთ ამას. საკუთარი ჯვარი ეს არის ამ ქვეყნიური შრომა, გარჯა, თუნდაც წუხარებანი, ავადმყოფობა იქნება ეს განსაცდელები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რასაც ყოველდღიურად გვიხდება ჩვენ შეიძლება ასე ითქვას შეხება. საკუთარი ჯვარია ასევე მარხვა, ლოცვა, მღვიძარება.
და ყველა ის სათნოება, რომელიც აუცილებელია ცხონებისათვის. თუ გვინდა რომ მივახციოთ საბოლოო მიზანს. თითოეულ ჩვენთაგანმა როგორც გითხარით, უნდა იტვირთოს თავდაბლობით და მორჩილებით საკუთარი ჯვარი და მოთმინებით, რა თქმა უნდა, და ამის მაგალითია ისე და ისე ყველა იმ წმინდა ხსენება, რასაც ჩვენ დღეს ასაუბრობთ. და ბოლოს როგორც უკვე მისაბაძს როგორ მისაბაძია თვითონ პეტრე მოციქულის მაგალითი აი ამ სიტყვების შემდეგ ის მიმართავს უფალს და ეუბნება რომ აჰა ესე და ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შემოგიდიქით შენ და რაიმე იყოს ჩვენ და აი ამ მონაკვეთის განმარტებასაც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს შემდეგს იხილე თუ როგორია მათი რწმენა და მორჩილება ისინი თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული მაგრამ როგორც კი მისვდა მათ ყურებს მაცხოვრის მოწოდება არ დააყონეს სხვა დღისათვის არ გადადეს და არ თქვეს აი წავიდეთ სახლში რჩევა ნათესავებს კითხოთ არამედ იმავე წამს მიატოვეს ყველაფერი და თან გაყვნენ მას რაც განსაკუთრებით მან ციფრებს ისა რომ მათ ჯერ არც ერთი სასაული არ ენახათ და მაინც ყველაფრის მიუხედავად ქრისტეს მიმდევრობა ამჯობინეს მართლაც რომ გასაოცარია მოციქულების აი მაგალითი და მისაბაძე იმიტომ რომ უფლის პირველ მოწოდებაზე იცით თქვენ რომ პეტრე მაშინვე მიატოვა ანდრია მიატოვა მამამისი ნავებთან ერთად და გაყვა მათ და როგორც ჩანს მათმა აი შინაგანმა ხმამ მათ აი შინაგანმა ხმამ უბიც გამისაკე რომ გადაედგათ ეს ნაბიჯი და დღესაც რამდენია ესეთი ადამიანი რომ თუნდაც ჩვენ ცხოვრებაში ხო იყოს ესეთი მომენტი რომ ჩვენ დაუშვათ ეკლესიურად არ ცხოვრობთ ასე ქრისტიანულად და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გადავგვედგა აქეთკენ და აქეთ წამოსულიყავით უფლისაკენ და აი ეს არის სწორედ მისწრაფება ადამიანში ყველა ადამიანში როგორც მარცვალი ჩათესილია უფლისადმი მისწრაფება და ლტოლვა და ეს შანსი არ უნდა გაუშვას არავინ ხელიდან მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც აი ამ გადაწყვეტილებას გადადებს ხოლმე ხვალისთვის ზეგისთვის და ეს რა თქმა უნდა არის არასწორი იმიტომ რომ ის დღე რაც ჩვენი რაც არის ჩვენი დღევანდელი დღე რომელიც უფალმა გვაჩუქა და გვიბოძა იმიტომ რომ ესაც მისი უდესი წყალობაა და ჩვენ შეგვიძლია რომ დღევანდელი ბევრი რაღაცა მოვიმუშავოთ სწორედ აი ამ წუთებში აი ამ დღევანდელ დღეს იმიტომ რომ ხვალ იქნება ეს არავინ არ უწყის აი რამდენია თუნდაც რომ დღეს არ მოვიდა ტაძარში იმის გამო რომ დაეზარა ადრე წამოდგომა ან თქვა რომ მოდი ახლა აგე მაინც კვირას უნდა ავიდე და ამ მეორე კვირას ავალ ჩვენ ხო არ ვიცით ხვალზე წეგანს გითხრათ როგორ იქნება ამიტომ არ უნდა გადავდოთ და როგორ არის აი რომ დავაკვირდეთ გავა თუ არა ეს დრო აი წირვის ეს 2 საათი აი მე ეწყება ადამიანს ბრძოლები რომ რატო არ წავედნენ და წავწოლიყავი ესე იგი აი ეს არის ბრძოლები ეს უნდა ვიცოდეთ გავაცნობიეროთ რომ აი ზუსტად მაშინ უნდა ავდგეთ მაშინ უნდა მოვიდეთ არ უნდა დავაყონოთ გადაწყვეტილების მიღება პირიქით როგორც უძღებმა შვილმა ადგა და გადადგა ნაბიჯი მამისაგენ ასევე ჩვენც უნდა გადავდგათ ნაბიჯი უფლისაგენ თუ გინდა რომ გადავრჩეთ და ბოლოს როგორც საინტერესოა უფლის პასუხი აი ამ პეტრე მოციქულის კითხვაზე ხოლო იესურ ქვა მათ ამენ გეტყვით თქვენ რამე თუ თქვენ რომელი ეგე შემომიდექით მე მესამა შობასა რაჟამს დაჯდეს ძეკაცსა საღდართა დიდებისა თვისათა დაასწრეთ თქვენსა 12 საღდარსა განჟათ 12 ტომთა ისრაელსათა და ყოველმა რომელმა დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაი ანუ დედაი ანუ ცოლი ანუ შვილნი და ანუ აგარაკნის სახელისა ჩემისათვის 100 წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაემკვიდროს ხოლო მრავალი იყვნენ პირველი უკანა და უკანანი წინა კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოთ რომ უფალი ამ სიტყვებით რა თქმა უნდა არ მოგვეწოდებს იმას რომ ჩვენ ერთდროულად მაშინვე მივატოვოთ ყველაფერი ოჯახით სოშვილი და გავყეთ მას იმიტომ რომ ეს მეორე უკიდურესობაა კიდე იმიტომ ამას შემდეგ თავისი უკუ რეაქცია მოუწევს უარყოფითი ნაბიჯების სახით ცხოვრებაში და ამის არაერთი მაგალითია დღეს ეს ნიშნავს იმას რომ როდესაც თუკი ვინმე ჩვენ აი ქრისტესკენ სავალ გზაზე ეს იქნება ჩვენი მშობლები დედმამიშვილები ოჯახისწევრები და სხვები გადაგვეღობებიან და ხელშეგვიჩნდა რა თქმა უნდა აი ამ დროს უნდა მივატოვოთ მათ და გადაგვეღოთ ნაბიჯი გავაკეთოთ არჩევანი უფლისაკენ სწორედ ეს გულისხმება აი ამ მაცხოვრის ამ სიტყვებში და არა ის როგორც წეგან გითხარით მაშინ პირდაპირ მიშოლებით გავიგეთ იმიტომ რომ წმინდა წელს პირდაპირ მიშოლებით გაგება ძალიან ბევრი ადამიანი დაღუპა და დღესაც ღუპავს და ახლა ამაზე აღარ მინდა ამ საუბარი ეს სხვა თემა არის და მომავალში კიდევაც ბევრს დაღუპავს თუკი ისინი არ მოიხმებენ გონიერებას და არ
გადადგა ნაბიჯს და არ მიყვებიან იმ წმინდანების მიერ გაყოლულ გზას, რაც არის ხსა და გარანტია გადარჩენისა. და ამიტომ სწორედ აი ამ მარხვის დაწყების წინ იკითხება სახელების ეს მონაკვეთი, რაც გითხარით, ეს ერთგვარად ამზადებს მორწმუნეს მომავალი მარხვისათვის. ყველგან იცით რომ იწყება პეტრე-პავლოვის მარხვა, ერთი თვე გამოდის, იმიტომ რომ ადგომა დღეს წერს ოდნავ ადრე იყო. იცით რომ ხსნილი არის თევზით გარდა ოთხშაბათი პარასკევისა და ხშირად ესე გიყვარს ხოლმე შეკითხვა რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა გავაგრძელოთ საკუთარ თავში ყველა იმ უარყოფით თვისებით ძიება, რაც აუცილებელია ნებისმიერ ჩვენთაგანისათვის და ის რაც ვერ შევძელით თუნდაც აი დიდ მარხვაში, შევთხოვოთ უფარს რომ აი ეს პეტრე-პავლოვის მარხვა ყოფილიყოს იმის საწინააღმდეგო უკეთესად დაგვენახოს საკუთარი მე, არ როგორც წეღანო რითაც დავიწყე მე და ეს საკუთარი ეგოიზმი, საკუთარი შინაგანი ეს სიძული ჩვენი მოყვასისა, განკითხვა, შეურაცხყოფები და რაც არის დამღუპელი, ეს მოგვეცილობინოს და ჩვენი აღსარების ზიარების შედეგად ყოფილიყავთ უფრო განწმენდილები და წინ გადაგვიდგას ნაბიჯების სულიერ ცხოვრებაში. ხო და დალოცულები გაყოფოთ, გახარებული გაყოფოთ და ჩვენთან არის ღმერთი.